პასუხისმგებლზე უნდა ჩაგვეტარებინა საპროტესტო აქცია აი მიწებთან საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით. და ეხლა რა გამოდის ყველა ადამიანი ვინც მოვა ამ აქციაზე ყველა უნდა დაიჭირონ, დააპატიმრონ. მე ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ მე ვერც ადვოკატს დაუქირავებ ამ ხალხს. და ვერც ესა რა ქვია ვირბენ საპროფილში დილიდან საღამომდე. ესე იგი პროტესტის უფლება გვერთმევა რა. ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ იმ სოციალურ გაჭირვებულ ხალხს, რომელთა პროტესტის ფორმა არის ქუჩაში გამოსვლა. მაგალითს მოგიყვან წაბლადის მოსახლეობამ, როცა იქ ადგილზე გამართა აქცია, არ მიაქცია ყურადღება და დაირაზმა მთელი სოფლები და ჩამოვიდნენ მთავრობის სახლთან. თქვენ არაერთხელ გაგიშუქებიათ. რას ვეუბნებით ჩვენ იმ ხალხს, რომ მთავრობის სახლთან კანონით არ შეიძლება მისვლა? აბა ვისთვისაა ეს მთავრობის სახლი? მთავრობა ვისია? მთავრობა არის ხალხის დაქირავებული მონა და არა პირიქით ხალხია მთავრობის მონა. შეიძლება ამას ხელისუფლება იმიტომ ბედავს და ღებულობს, რომ საზოგადოება ღებულობთ ამას. და არაფერს ვამბობთ. და ხელისუფლება ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც საზოგადოება მიიღებს. მე რა თქმა უნდა უარყოფითად ვაფასებ ამ ცვლილებებს, იმიტომ რომ ეს არ არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის მშენებლობისთვის გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ პროტესტის ფორმა, როგორც ასეთი ყოველთვის როგორი იყო, ქუჩაში გამოსვლა, ქუჩის გადაკეტვა, ან კიდე სამთავრობო რეზიდენციებთან ან იმ უწყებასთან, რომელთანაც ხალხს პრობლემა აქვს, ხო? აბა პროტესტის ხანარი როგორი უნდა იყოს, სად უნდა ჩატარდეს? მე ვსვამ კითხვას. სად და როგორ უნდა ჩატარდეს, მაგალითად, თუ მე მომმართა ეხლა მოსახლეობამ, ან კონკრეტულმა ოჯახმა, რომელსაც ხვალ აქვს დაგეგმილი გამოსახლება. და ეს გამოსახლება ხდება მაგალითად რუსთაველის ქუჩაზე, ან სამთავრობო რეზიდენციასთან ახლოს. და ჩვენ ამ გამოსახლების დროს ჩვენი მთავარი იარაღი არის ხალხი. ხალხმა უნდა გამოვიდეს, არ უნდა შეუშვას ახსნების პოლიცია, ან მეორე მხარეს უნდა დაანახოს, რომ იცით რა, ამ გამოსახლებას ხალხი ეწინააღმდეგება. აი მე ვსვამ კითხვას, ამ შემთხვევაში რას იზამენ? მოვლენ და ყველას დაგვაკავებენ? კი, მე დამაკავეს, მაგალითად იყო შარშან ახსნების პოლიცია, რო ვეუბნებოდი, რომ ადამიანი თავს იწვავს სახურავზე და იმას უშუალოდ და ამ ხალხს დაანებეთ თავი მეთქი, მე დამაკავეს ბორკილები. ეს იყო გამოსახლების დროს, ხო, ერთად გამოსახლების დროს. მაგრამ მაშინ მოსამართლემ ჩათვალა, რომ ახსნების პოლიციის ქმედება იყო გადამეტებული. და ახლა ჩვენ ამას ვაკანონებთ. მე პირადად როგორ უნდა უშველო ახლა იმ ოჯახს? ანდა დაუშვათ ოცნების ქალაქში რაღაცა პრობლემა წარმოიქმნა, არ მიაქცია მთავრობამ ყურადღება, გამოვიდა ის ხალხი გადაკეტა ქუჩა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ. და სხვათა შორის, რასაც ეს ხელისუფლება, როცა ოპოზიციაში იყო, ხშირად იწონებდა განსაკუთრებით იპოთეკითა და ბანკით დაზარალებული მოსახლეობის პროტესტს. ქობულეთში მე ძალიან მახსოვს და ამას უერთდებოდა ქართული ოცნების წარმომადგენლები. კი ბატონო, მე მაგალითად თანახმოვარ, რომ 5-მა და 10-მა კაცმა ადამიანმა არ უნდა გადაკეტოს ცენტრალური ქუჩა. და არ უნდა შეუქმნას მაგალითად დისკომფორტი 150,000-იან ქალაქს. ძალიან ბევრი სოციალური ჯგუფები ჩამოსულან აქ იმის გამო, რომ სოფელში მათ ადგილზე არავინ ყურადღება არ მიაქცია და ჩამოდიან, რომ მთავრობასთან, რატომ ჩამოდიან მთავრობასთან? არა სასეირნოდ, ან მაგალითად ვიღაცას ესე უნდა, არა, ხალხი ფულს აგროვებს, რომ სოფლიდან ჩამოვიდეს და თავისი პროტესტი მიიტანოს ხელისუფლებამდე, ხო? აი ახლა მე ვსვამ კითხვას, მე რა ვუპასუხო ამ ხალხს? აი მე რო ხვალ დამირეკავენ ხულო და შუახევიდან, იგივე წალკის მოსახლეობა რამდენჯერ ჩამოსულა, ხო? რა უთხრა ამ ხალხს, რომ იცით რა, დაჯექით სახში, არ გამოხვიდეთ და არ ელაპარაკოთ, არ ისაუბროთ და თქვენი პრობლემების შესახებ, თქვენ თვითონ თქვენში ჩაკალით? ასე ხომ კლავთ ჩვენ სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას და აი როგორ მივიტანოთ ამბავი ხელისუფლება? მე პრობლემა არ მაქვს. ხოლმე ხელისუფლებამდეც მივიტან ამბავს, ოპოზიციამდე გააგეთ თქვენი მეშვეობით, ასე გაგვიკეთებია არაერთხელ, მაგრამ ეს ხომ არ უშველის საქმეს იმ ადამიანს უნდა რომ ჩამოვიდეს და ხელისუფლებას ან შეხვდეს, ან დაელაპარაკოს. ესე იგი ფაქტიურად ამით ჩვენ უკვე კანონით იმასაც გვგრძალებთ, რომ ხელისუფლება არ შევაწყვეტ. მე მახსოვს ბიზინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში როცა ახალი მოსული იყო, ასეთი რამ თქვა და მე სხვათა შორის ძალიან მომეწონა ეს, რომ ჩვენო ისეთი ხელისუფლება ვაქვთო, რომელიც უნდა მართოს ხალხმაო. ეხლა ხალხმა მართოს ამაში რა იგულისხმა მე გავიგე, არა ის რომ სახურავზე ავიდეთ და იქიდან შევძრეთ მთავრობის კაბინეტებში, არა. თუ მთავრობა არ აკეთებს
იმას ან სხვა მიმართულებით წავიდა როგორც ხალხის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხალხმა უნდა გამოვიდეს, გააპროტესტოს და მთავრობა უნდა შეაქანოს. და სწორად თქვა იმ ადამიანმა, ჩვენც აი ამ გაზს მიუყვებით სოციალური პრობლემებით, ვინც არის, გამოვდივართ და ხელისუფლებას მთავრობის სახთან მივდივართ და ვეუბნები, გამოგხედე რა, კარები, ფანჯარა გააღე და გამოგხედე ან ჩამოდი აგერ და დაგველაპარაკეო რა. ეთყობა ეხლა ეს ფორმულა იცვლება და ახლა გვეუბნებიან რომ დაჯექით სახლში, დახურეთ კარები, ფანჯარაც მიხურეთ. იმიტომ რომ კანონია ისეთი გამოსული, შეიძლება რომ გარეთ გამოიხედო, მაგაზეც პასუხი მოგთხოვოს. არ ვიცით, საით მივდივართ. ეთყობა საზოგადოებას უნდა რომ ასეთ პირობებში იცხოვროს და მისაღებია და ნახოთ სანამდე იქნება. ან პრაქტიკულად ეს შეიძლება ყველა ადამიანს, ყველა ჯგუფს, ხო, როცა შეიძლება თქვა, უკვე კრიმინალიზებულიც კია უკვე პროტესტის გამოხატოთ, უკვე თქვა სამჯერ არ დაემორჩილება მოქალაქე პოლიციელის მოთხოვნას, ან მიაყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს და ეს არის ძალიან სადავო საკითხი, ხო, ჩვენ არაერთი შემთხვევა გვინახავს, როცა პოლიციელებს უთქვამს, რომ შეურაცხყოფა მომაყენაო საპროტესტო აქციის პოლიციელმა, მაგრამ მარტო პოლიციელი იყო მოწმე და სხვა არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება წარმოქმნილი არ იყო სასამართლოში და სასამართლოს დაუდასტურებია ამის მიუხედავად ის რომ თითქოს მოქალაქე მიაყენეს შეურაცხყოფა, იგივე მზიამაღლებელი შემთხვევაში იგივე იყო, ხო, თითქოს მზიამაღლებელი აგინებდა მაგალითად პოლიციელებს, ასეთი რამე თქვეს პოლიციელებმა და ვითომ ამის გამო შეადგინეს მათ ოქმი, მაგრამ ძალიან მარტივია რომ ეს ოქმები დაიწეროს, ისე რომ მოქალაქემ არ მიეყენოს შეურაცხყოფა პოლიციელს საპროტესტო აქციაზე ვინც არის გამოსული და უკვე მესამეჯერ თუ დაფიქსირდება შეურაცხყოფის შემთხვევა, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მიედავებიან ამ ადამიანს. არც მე ვალ მომხრე მაგალითად თუ მთავრობის სახთან ვართ გაგვეული ჯგუფი მოქალაქეებისა პროტესტით მისული რომ აი დავიწყოთ გინება ან წყევლა. მე ამის წინააღმდეგი ვალ და ყოველთვის მე ჩემს ხალხს ვეუბნები შეურაცხყოფა, გინება არ უნდა იყოს და რაიმე პოლიტიკური წყევლა, კურვა ასეთი რაღაცებისგან ჩვენ თავს ვიკავებთ. ამას არ ვეხები და ამის მომხრე მე არა ვალ, მაგრამ შენ პროტესტის გამოხატისთვის ადამიანი გამოვიდეს და მას უпроსორად აუგრძალო ამის გამოხატვის უფლება, ეს ჩემთვის მაგალითად პირადად მიუღებელია, ისევე როგორც მზიამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა მიუღებელია პირადად ჩემთვის. ბატონო ირაკლის მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს და უნდა უთხრა რომ კი ბატონო გეთახმები 50-მა და 100 მაგაზმა არ უნდა დაკეტოს და ეს უკვე ხელოვნური დაკეტვით შეიძლება შეფასდეს, მაგრამ თუ გადაიკეტა რავშობით ყველას ვაპატიმრებთ იქ მყოფ ადამიანებს ციხეში ადგილი არ გვეყოფა. არ არის მამდენი საპატიმრო რომ რუსთაველის ქუჩა რო გადაიკეტება უკვე არახელოვნურად, არა ბუნებრივად რო გადაიკეტება, ყველას ხო ციხეში ვერ გამოამწყრებთ და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ უფრო მეტ პროტესტს და მე ვფიქრობ რომ მე მგონი მოაწერეს ხო ხელი უკვე გაწალაში. უკვე შევიდა ძალაში ეს კანონი. ნახოთ ეხლა ყველაფერი არის საზოგადოებაზე დამოკიდებული. თქვენ ნახეთ რომ ნეპალში მაგალითად იმის გამო რომ ხალხს მესენჯერის გამოყენების უფლება არ მიცენ, რამხელა რამ მოხდა. ღმერთმან უკნას რომ ნეპალის მსგავსი ის მოხდეს აქ არეულობა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრად მეტად ვერ გადავიტანთ ამას ყველაფერს, მაგრამ იცით რა, შეცდომებზე ვსწავლობთ და მეტ გამოცდილებას ვღებულობთ, ხო? ისეთ რაღაცას ნუ გავაკეთებთ, რომ ხვალე გასაქცევის საშუალებაც აღარ დაგვრჩეს.